რომ ოდესმე მომინდება, რომ რაღაც პერიოდით ყველაფერი დავკარგო, რომ ვნახო, ვინ არის ერთგული და ვინ არა. და გულწრფელად რომ ვთქვა, ბევრი რამ აღმოვაჩინე. თუ გაიგებთ, ვინ არის ერთგული და ვინ არა ერთგული, გეტყვით რას და ვერ გამოიცნობთ. ვერ იწინას წარმეტყველებთ. ფიქრობთ, რომ გარკვეული ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ერთგულები იქნებიან და აღმოჩნდება, რომ ისინი არ არიან. და უბრალოდ ვერ იწინას წარმეტყველებთ. თქვენი რეალობა არ არის ფიქსირებული. ის დაპროგრამებულია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ თქვენ არ ხართ ის, ვინც აკონტროლებს სიტუაციას. არასდროს გქონიათ შინაგანი განცდა, რომ თქვენთან ახლოს მყოფ ადამიანს სინამდვილეში არ სურს თქვენი გამარჯვება. ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთს, მაგრამ რაღაც არასწორად გეჩვენებათ. ეს არ არის პარანოია. ეს არის ნიმუშების ამოცნობა. კარლ იუნგმა გამოავლინა ეს ფარული ფსიქოლოგიური ომი. ზოგიერთ ადამიანს არ სძულს ის, რასაც აკეთებთ. მათ სძულთ ის, რასაც წარმოადგენთ. თქვენ ახსენებთ მათ ყველაფერს, რაც ვერ გახდნენ და ეს მათ ცოცხლად ჯამს. მაგრამ აი, ნამდვილი საფრთხე. ეჭვიანობა მხოლოდ ემოცია არ არის, ეს იარაღია. ჩუმი, ენერგიული თავდასხმა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაჭედოთ, ეჭვი შეიტანოთ საკუთარ თავში და ეჭვი შეიტანოთ საკუთარ რეალობაში, ამის გაცნობიერების გარეშეც კი. და თუ არ იცით, როგორ დაიცვათ თავი, ისინი იმარჯვებენ. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ გეტყვით ნიშნებს, მაგრამ მათი ამოცნობა საკმარისი არ არის. როგორც კი მათ შეამჩნევთ, მერე რა? დარჩით ჩაკეტილი, რადგან მე ვაპირებ გამოვავლინო უძველესი აკრძალული ტექნიკა, რომელიც სამუდამოდ არღვევს მათ გავლენას თქვენს გონებაზე. უგულებელყავით ეს და თქვენ კვლავ გაიმეორებთ იმავე ტოქსიკურ ციკლებს, გაინტერესებთ, რატომ იზიდავთ ერთსა და იმავე ადამიანებს, იგივე წარუმატებლობებს ისევ და ისევ. მოდით, გამოვავლინოთ ისინი. ახლა, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ სიძულვილი ხმამაღალია. მუშტებით აფრენილი ხმები ღია კონფლიქტს იწვევდა, მაგრამ სიძულვილის ყველაზე საშიში სახეობა. ჩუმი სახეობა, რომელიც თავაზიანი ღიმილის, მილოცვის სიტყვების და ძალიან მიხარია თქვენთვის უსიამოვნო შეთხობინებების მიღმა იმალება. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ზოგიერთი ადამიანის ფარულად გძულთ, საერთოდ არაფერი აქვს საერთო თქვენთან? ეს თქვენი ბრალი არ არის. ეს მათი გადაუჭრელი დემონებია. კარლ იუნგის ჩრდილის თეორია ზუსტად ხსნის, თუ რატომ აღმოაჩინა იუნგმა, რომ ყველა ადამიანს აქვს ჩრდილის მათი ნაწილი. ისინი უარს ამბობენ აღიარებაზე. ის შეიცავს ყველაფერს, რასაც ისინი უარყოფენ, თრგუნავენ და ფარულად სძულთ საკუთარ თავში, მაგრამ საკუთარი სიბნელის პირისპირ დგომის ნაცვლად, ისინი ამას სხვებზე აპროექტებენ. ამიტომ, როდესაც ვინმე ფარულად გძულთ, ის სინამდვილეში საკუთარი თავის იმ ნაწილს სძულს, რომელსაც თქვენში ხედავენ. თქვენი თავდაჯერებულობა იწვევს მათ დაუცველობას. თქვენი წარმატება ახსენებს მათ წარუმატებლობებს. თქვენი ბედნიერება ავლენს მათი ცხოვრების სიცარიელეს. ისინი არ გძულთ. ისინი ამას სძულთ. თქვენ აიძულებთ მათ დაინახონ საკუთარი თავის ის ნაწილები, რომელთა იგნორირებაც სურთ. ოდესმე გხოლიათ მეგობარი, რომელიც მხარს გიჭერდათ, როდესაც გიჭირდათ, მაგრამ როგორც კი კარგად დაიწყეთ, ისინი გახდნენ დისტანცირებული, პასიურად აგრესიული ან უბრალოდ უცნაური. ეს დამთხვევა არ არის. როდესაც მათ დონეზე იყავით, ისინი თავს დაცულად გრძნობდნენ. მაგრამ როგორც კი გამარჯვებას დაიწყებდით, მაშინაც კი, თუ ამისთვის ბევრს მუშაობდით, ისინი ამას პირადად აღიქვამდნენ. თქვენი წარმატება მათ წარუმატებლობად აგრძნობინებდათ, მაშინაც კი, თუ ეს არასდროს გქონიათ განზრახული. წარმოიდგინეთ ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთსა და იმავე სამსახურში ერთდროულად იწყებენ მუშაობას. ისინი ერთად იბრძვიან, ერთად წუწუნებენ უფროსზე და ებრძვიან საერთო უბედურებას. მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი მათგანი იწყებს წინსვლას, დაწინაურებას, აღიარების მოპოვებას. უეცრად დინამიკა იცვლება, გაჭირვებული თანამშრომელი იწყებს დახვეწილ შეურაცხყოფას, მეგობრის წარმატების დაკნინებას, ივიწყებს მის დაპატიჟებას სხვადასხვა ღონისძიებაზე ან ცივი და დისტანცირებული ხდება. ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა, ეს იყო უსიტყვო კონკურენცია. და როგორც კი შეწყვეტ მათი თამაშის თამაშს, ისინი თქვენს წინააღმდეგ ტრიალებენ. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ახლობელი ადამიანები აქტიურად გიბიძგებენ ამის გაცნობიერების გარეშე? ბავშვობის მეგობარი, რომელიც ყოველთვის გაიძულებთ, დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ მათზე მაღლად გახართ. ოჯახის წევრი, რომელიც მუდმივად ივიწყებს თქვენთვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოყოლას. თანამშრომელი, რომელიც თითქოს ეხმარება, მაგრამ ფარულად წარუმატებლობისთვის გამზადებთ.
იუნგის კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობა უარყოფს საკუთარ სიმწარეს და შურს. ისინი არ იღვიძებენ და არ ამბობენ. მე მძულს ეს ადამიანი და მინდა, რომ ის წარუმატებელი იყოს. არა, ეს უფრო მზაკვრულია, ვიდრე ეს. ისინი საკუთარ თავს ეტყვიან, თითქოს ჩემზე უკეთესები არიან. გაუმართლად, შეიცვალნენ, მაგრამ რა შეიცვალა სინამდვილეში? შენ დაიწყე ის გახდე, ვინც მათ ფარულად სურთ, რომ ყოფილიყვნენ. როგორც კი ამ ნიმუშებს ამოიცნობ, მათ ვეღარასდროს დაივიწყებ. ხალბი მხარდაჭერა, დახვეწილი შეტევები, მზარდი წყენა. და აი, ყველაზე საშიში ნაწილი. თუ არ ისწავლი საკუთარი თავის დაცვას, ეს ადამიანები ნელ-ნელა გამოგაცლიან ენერგიას, დაარღვევენ თავდაჯერებულობას და მანიპულირებენ, რომ პატარა დარჩე, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ. მაშ, ნამდვილი კითხვა ასეთია. როგორ ამოვიცნოთ ეს ადამიანები, სანამ გვიან არ იქნება? ისინი არ გეტყვიან, რომ გძულთ. ისინი ღიად არ აღიარებენ თავიანთ ეჩვიანობას, წყენას ან თქვენს წარუმატებლობის ფარულ სურვილს. არა, ისინი ამას შენიღბავენ. ისინი ამას იუმორით, ხალბი შეშფოთებითა და დახვეწილი მანიპულირებით შეფუთავენ. სანამ ერთ დღეს არ გაიღვიძებთ და არ მიხვდებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხურის ტყავში გამოწყობილი მგლები გყავდათ გარშემორტყმული. მაგრამ როგორც კი ამ რვა ფარულ ნიშანს გაიგებთ, აღარასდროს მოტყუდებით. ნიშანი ნომერი პირველი. ზიზღი შენიღბული ხუმრობით. უბრალოდ ვხუმრობდი. ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებ. ოდესმე ვინმეს თქვენს ხარჯზე ხუმრობა გაუკეთებია და როდესაც თქვენ რეაგირებდით, ისინი ამას თქვენზე გადმოიტანდნენ. თითქოს თქვენ იყავით პრობლემა იმის გამო, რომ არ იცინოდით. ეს ხუმრობა არ არის. ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა, რომელიც იუმორით არის გახვეული. კარლ იანგის გაფრთხილება, სარკაზმი და პასიური აგრესიული ხუმრობები ხშირად ღრმად ფესვგადგმული წყენიდან მოდის. როდესაც ვინმე მუდმივად გამცირებთ იუმორის საფარქვეშ. სინამდვილეში ისინი წყლის გამოცდას ცდილობენ. ხედავენ, რამდენად უპატივცემულობის ატანა გსურთ. მოქმედების ნაბიჯი, გადააბრუნეთ კადრი. შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე ამას გააკეთებს, ნუ რეაგირებთ ემოციურად. ამის ნაცვლად, უკან შეხედეთ მას. ოხ, ვაუ! შეხედეთ, როგორ ცდილობთ ახლა წარმატების მიღწევას, არა? თქვენ? დიახ. სიგიჟე ხომ არ არის? ოდესმე უნდა სცადოთ. უყურეთ, რამდენად სწრაფად იცვლება მათი ენერგია. ნიშანი ნომერი მეორე. ფარული საბოტაჟი. ვი, დამავიწყდა მეთქვა. ოხ, გჭირდებოდათ ეს დოკუმენტი? ჩემი შეცდომაა. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ყოველთვის ივიწყებს იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არასდროს ივიწყებს იმას, რაც მათ ემსახურება. სიმართლე ისაა, რომ ისინი არ ივიწყებენ, რომ თქვენ საბოტაჟს გიწყობენ. კარლ იუნგის კვლევა აჩვენებს, რომ ქვეცნობიერი შური პასიურ-აგრესიული საბოტაჟით ვლინდება. ეს ადამიანები შემთხვევით გამოგტოვებენ გეგმებიდან. დაივიწყეთ ინფორმაციის გადაცემა, რომელიც დაგეხმარებათ მუდმივად გადადოთ საქმეები, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გჭირდებათ. გამოსავალი, დაიცავით თქვენი ნაბიჯები. შეწყვიტეთ ამ ადამიანებისთვის თქვენი გეგმების თქმა. შეწყვიტეთ მათზე დაყრდნობა დახმარებისთვის. იმოძრავეთ ჩუმად და უყურეთ, როგორ ღიზიანდებიან, როდესაც აღარ ექნებათ თქვენს საბოტაჟზე წვდომა. ნიშანი მესამე. ჩუმი კონკურენცია. ახალი მანქანა გყავთ? მაგარია. მაგრამ გითხარით, რომ გახს ვიყიდი? მათ არ შეუძლიათ ერთი წუთითაც კი მოგცეთ საშუალება. ყველაფერი კონკურენცია. რატომ ხდება ეს? ადამიანები, რომლებიც თვითშეფასებას შედარებაზე აფუძნებენ, ვერასდროს იქნებიან ბედნიერები თქვენით, რადგან მათ გონებაში თქვენი წარმატება ნიშნავს, რომ ისინი წარუმატებლები არიან. თამაშის წესების შეცვლა. შეწყვიტეთ თამაში. როგორც კი შეწყვეთ ჩართულობას, შეწყვიტეთ რეაქცია, შეწყვიტეთ კონკურენცია. ისინი კარგავენ თქვენზე ძალაუფლებას. ნიშანი მეოთხე. ხალბი მხარდაჭერა. მე ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთვის. მაგრამ მათი ენერგია საპირისპიროს ამბობს. ოდესმე გაგიზიარებიათ ვინმესთვის კარგი ამბავი და უხერხული პაუზა გიგრძვნიათ, სანამ იძულებით გაიღიმებენ. სიმართლე. ადამიანები, რომლებიც ფარულად გძულთ, თავს გიჯერენ მხარს, მაგრამ მათი ენერგია ყოველთვის გამოავლენს მათ. ისინი მოულოდნელად ძალიან დაკავებულები ხდებიან თქვენი გამარჯვებების აღსანიშნავად. ისინი აკნინებენ თქვენს წარმატებას. დიახ, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება. ისინი დახვეწილად გადააქვთ საუბარი საკუთარ თავზე.
გამოსცადეთ ისინი. სთხოვეთ რაიმე არასასიამოვნო. თუ ისინი ნამდვილად დაგეხმარებიან, ისინი მზად იქნებიან. თუ არა, საბაბს იპოვით. მეხუთე ნიშანი. კონტროლი შენიღბული მზრუნველობით. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ თარგმანი მაინტერესებს. არ მინდა, რომ სიმართლეს გადააჭარბოთ. თუ ვინმე მუდმივად გიხელმძღვანელებთ, მაგრამ არასდროს უჭერს მხარს თქვენს დამოუკიდებლობას, ის არ გიცავთ. ის გაკონტროლებთ. გამოსავალი, შეწყვიტეთ ნებართვის თხოვნა. დაიწყეთ გადაწყვეტილებების მიღება მათთან კონსულტაციის გარეშე და დააკვირდით მათ რეაქციას. მეექვსე ნიშანი. დახვეწილი ჯორები და ხასიათის მკვლელობა. ხალხი თქვენზე რაღაცეებს ამბობს. უბრალოდ მეგონა, რომ უნდა იცოდეთ. ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ იქცევიან ზოგიერთი ადამიანი ისე, თითქოს ჯორების შესახებ გაფრთხილებენ, მაგრამ რატომღაც ყოველთვის იციან ყველა დეტალი. კარლ იუნგის გაფრთხილება, თუ ვინმე ავრცელებს ცრუ ნარატივებს თქვენზე, ის ცდილობს გააკონტროლოს, თუ როგორ გხედავენ სხვები. ეს თამაშის წესების შეცვლაა. პირდაპირ დაუპირისპირდით მათ. ვკითხეთ, გავიგე, რომ ჩემზე რაღაცეები გქონდათ. შეგვიძლია ვისაუბროთ. უყურეთ მათ პანიკაში. ნიშანი ნომერი მე-7. თქვენი წარმატების სიხარულის ნაკლებობა. ალბათ მაგარია. ოდესმე გქონიათ ვინმეს რეაქცია თქვენს წარმატებაზე მკვდარი ენერგიით ან უარესი, თემის დაუყოვნებლივ შეცვლა. სიმართლე შური შენიღბული აღტაცებაა. მათ სურთ ის, რაც თქვენ გაქვთ, მაგრამ არ შეუძლიათ ამის აღიარება. ჰაკ, დააკვირდით მათ სახეს. შემდეგ ჯერზე, როცა კარგ ამბებს გააზიარებთ, დააკვირდით მათ სახის გამომეტყველებას. მიკრო გამომეტყველება არასდროს იტყუება. ნიშანი ნომერი მე-8. არაცნობიერი არავერბალური მინიშნებები. სხეული არასდროს იტყუება. ადამიანებს შეუძლიათ სიტყვების გაყალბება. მათ არ შეუძლიათ ენერგიის გაყალბება. საიდუმლო იარაღი, ყურადღება მიაქციეთ მათ ტონს, სხეულის ენას და მიკრო გამომეტყველებას, დაძაბულობა, ყბა, დათრგუნული ბრაზი, იძულებითი ღიმილი, დაფარული წყენა, თვალის კონტაქტის თავიდან აცილება, ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ. ახლა, როდესაც იცით, როგორ ამოიცნოთ ეს ადამიანები, რას აკეთებთ შემდეგ ნაწილში გასწავლით ჩუმ ენერგიის ცვლილებას, რომელიც ამხელს ყალბ მეგობრებს, მყისიერად დარჩით ჩაკეტილი. სწორედ აქ იწყება ნამდვილი ძალა. ზოგიერთი ადამიანი მოტყუების ოსტატია. ისინი სახეში გაგიღიმებენ, თაშს დაგიკრავენ, როცა გაიმარჯვებ და თითქოს მხარს გიჭერენ. მაგრამ მათი ენერგია ყოველთვის ხალატობს მათ. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ თქვენმა სხეულმა უკვე იცის, ვინ არის ყალბი თქვენს ცხოვრებაში, რომ სანამ თქვენი შეგნებული გონება ამას გადაამუშავებს, თქვენმა ნერვულმა სისტემამ უკვე შეიცნო სიმართლე. იმიტომ, რომ აი საიდუმლო, რომელზეც არავინ საუბრობს, ენერგია არასდროს იტყუება. თქვენი ინტუიცია იცის, სანამ თქვენი გონება ამას გააკეთებს. ოთახში ოდესმე შეხვალთ და უმიზეზოდ უხერხულად გრძნობთ თავს. შესაძლოა, ვინმეს გვერდით იჯექით. დაუცებ თქვენი განწყობა შეიცვალა, მუცელი დაგიჭიმავთ, თავს დაცლილად, დაძაბულად ან შფოთვად გრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აშკარა არ მომხდარა, რაც მხოლოდ თქვენს თავში არ იყო, ეს თქვენი სხეული იყო, რომელიც გიყვიროთ, სანამ თქვენი გონება ამას რაციონალიზაციას შეძლებდა. კარლ იუნგის კვლევა ემთხვევა უძველეს სიბრძნეს. თქვენი ქვეცნობიერი გონება აფიქსირებს ნიმუშებს, ენერგიის ცვლილებებს და მიკროგამოხატულებებს, სანამ თქვენი შეგნებული ტვინი ამას მიხვდება. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ იგრძნოთ დაძაბულობა ოთახში. სანამ ვინმე ილაპარაკებს ან რატომ გღლით გარკვეული ადამიანები მხოლოდ მათთან ახლოს ყოფნით. ხოლო როდესაც საქმე ყალბ მეგობრებს ეხება, თქვენი ენერგია ყოველთვის გეტყვით სიმართლეს, სანამ მათი სიტყვები გააკეთებენ. ფარული ვიბრაციის ცვლილება, მსუბუქი და მძიმე ენერგია. შემდეგ ჯერზე, როცა ვინმესთან იქნებით, ჩაატარეთ ეს ჩუმი ტესტი. თავს მსუბუქად თუ მძიმედ გრძნობთ მათ თანდასწრებით. თავს მშვიდად თუ დაძაბულად გრძნობთ ენერგიულად თუ გამოფიტულად მათთან საუბრის შემდეგ, რადგან მკაცრი სიმართლე, ხალბი მეგობრები და ფარული მტრები ყოველთვის გამოგაცლიანთ. მაშინაც კი, თუ ისინი ღიად ნეგატიურად არ არიან განწყობილნი. მაშინაც კი, თუ ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ, მათი გამოუთქმელი წყენა ენერგეტიკულ წინააღმდეგობად გამოვლინდება. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ, უმიზეზოდ გრძნობთ თავს დაღლილად,
ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ნერვული სისტემა მთელი ამ ხნის განმავლობაში მაღალ მზადყოფნაში იყო მათი ყალბი ენერგიის აღქმის დროს. მყისიერი შეხება. რა ხდება, როდესაც კარგ ამბებს უზიარებთ? თუ ნამდვილად გსურთ იცოდეთ, რას ფიქრობს ვინმე, ყურადღებით დააკვირდით მათ მყისიერ რეაქციას. როდესაც საკუთარ თავზე დადებით რამეს უზიარებთ, ანათებენ თუ არა მათი თვალები? თუ ხოხმანობენ, სანამ იძულებით გაიღიმებენ, მაშინვე ცვლიან თუ არა თემას? დახვეწილად აკნინებენ თუ არა თქვენს წარმატებას? აჩენენ თუ არა მას ისე, თითქოს არაფერია? იმიტომ, რომ რას ვერ აცნობიერებენ ადამიანების უმეტესობა. ნამდვილი მხარდამჭერები სიხარულს იგრძნობენ, როდესაც გაიმარჯვებთ. ხალბი მეგობრები დისკომფორტს იგრძნობენ. სოციალური ნიღაბი იცლება. ყურადღება მიაქციეთ მიკრო გამომეტყველებებს. ადამიანებს შეუძლიათ სიტყვების გაყალბება, მაგრამ მიკრო გამომეტყველების გაყალბება არ შეუძლიათ. ეს არის პატარა ქვეცნობიერი სახის რეაქციები, რომლებიც ხდება მანამ, სანამ ვინმეს ექნება დრო გააკონტროლოს თავისი ემოციები. კარლ იუნგი თვლიდა, რომ ქვეცნობიერი გონება თავსწამის მეასედებში ავლენს. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ამას დაინახავთ. გაღიზიანების ციმციმი წარმატებისას. ხობის მოჭუდვა, როდესაც მიღწევას ახსენებთ, სწრაფი მზერა სხვაგან, როდესაც რაიმე საინტერესოზე საუბრობთ, ეს რეაქციები ხდება მანამ, სანამ ისინი შეძლებენ სახის გამომეტყველების შეცვლას ნამდვილი გრძნობების დასამალად. სწორედ მაშინ შეამჩნევთ მათ. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები თქვენს ტვინს გადააჯგუფებენ თქვენი გაცნობიერების გარეშე? რომ მათი აზრები, ემოციები და მათი შემზღუდველი შეხედულებებიც კი დახვეწილად აპროგრამებენ თქვენს ქვეცნობიერს. ნეირომეცნიერების კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ტვინი იძირება გარშემომყოფთა ენერგიით. სწორედ ამიტომ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან დროის გატარებამ შეიძლება გაგრძნობინოთ თავი დაცლილად, უიმედოდ და შფოთიანად, მაშინაც კი, თუ ისინი არასდროს ამბობენ ერთ ნეგატიურ სიტყვას. დაფიქრდით. ოდესმე გამოგიტოვებიათ საუბარი თვითდაეჯვების გრძნობით, მაშინაც კი, თუ არავინ გაკრიტიკებდათ პირდაპირ. ოდესმე გიგრძნიათ დაღლილობა ვინმესთან ყოფნის შემდეგ, მაშინაც კი, თუ ისინი გარეგნულად ნეგატიურად არ გამოიყურებოდნენ. ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ იცვლება თქვენი აზროვნება იმის მიხედვით, თუ ვისთან ატარებთ დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ენერგია გადამდებია და თუ მუდმივად გარშემორტყმული ხართ ადამიანებით, რომლებიც გაბრაზებენ, გეჯიბრებიან ან ფარულად სურთ თქვენი დაცემა, მათი ენერგია დაიწყებს თქვენს აზრებსა და ემოციებზე გავლენას. როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა საკუთარი თავის დასაცავად? ახლა, როდესაც იცით, როგორ შეამჩნიოთ ენერგიის ცვლილება, როგორ იცავთ თავს. შეამოწმეთ თქვენი სხეულის რეაქცია, სანამ ვინმეს სიტყვებს გააანალიზებთ. გააანალიზეთ, როგორ გრძნობთ თავს ფიზიკურად მათ გარშემო. პირველ რიგში, თქვენმა ინტუიციამ იცის. შეწყვიტეთ სასიგნალო ნიშნების იგნორირება. თუ ვინმესთან ყოფნის შემდეგ მუდმივად გამოფიტულად გრძნობთ თავს, ეს თქვენი ნერვული სისტემის გაფრთხილებაა, მოусმინეთ მას. განერიდეთ და დააკვირდით. რეაგირების ნაცვლად დაიწყეთ ჩუმად დაკვირვება. დააკვირდით მათ მიკროგამომეტყველებას. დააკვირდით, როგორ რეაგირებენ ისინი თქვენს ქარზე. დააკვირდით მათ ენერგიას. სტრატეგიულად დისტანცირდით. არ არის საჭირო განაცხადოთ, რომ მათში ხედავთ. უბრალოდ დაიწყეთ უკან დახევა. ნაკლებად გამოავლინეთ. დაიცავით თქვენი ენერგია. დააკვირდით, როგორ რეაგირებენ ისინი, როდესაც შეწყვეტთ მათ თქვენს ცხოვრებაში წვდომას. რადგან სიმართლე ასეთია. როგორც კი ცვლილებას დაინახავთ, ვეღარასდროს შეძლებთ მისგან თავის დაღწევას. რატომ ვიზიდავთ ამ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში? ეს უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ენერგია. ეს ფსიქოლოგიური განპირობებაა. შემდეგ ნაწილში კი გაგიმხელთ ბნელ სიმართლეს ტრაუმული კავშირების შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ იზიდავს ზოგიერთი ჩვენგანი ქვეცნობიერად ტოქსიკურ ადამიანებს. დარჩით ჩაკეტილი. აქ ყველაფერი წყდება. შეიძლება იფიქროთ, რატომ მემართება ეს მუდმივად, რატომ ხვდები ყოველთვის ყალბ მეგობრებთან, მანიპულატორებთან ან მათთან, ვინც ფარულად მაბრაზებს? რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ეს შემთხვევითი არ არის? რომ თქვენს ცხოვრებაში მოზიდული ადამიანები თქვენი ქვეცნობიერი პროგრამირების პირდაპირი ანარეკლია. კარლ იუნგმა გაგვაფრთხილა. სანამ არაცნობიერს არ გახდით შეგნებულს. ის წარმართავს თქვენს ცხოვრებას და თქვენ მას ბედს, ბნელ სიმართლეს უწოდებთ. თქვენ გაწვრთნილი ხართ ამის მიღებაზე.
ადამიანების უმეტესობა არა მხოლოდ ტოქსიკურ ადამიანებს იზიდავს. ისინი ქვეცნობიერად გაწვრთნილები არიან მათ ატანაზე. თუ გყავდათ მშობელი, რომელიც სიყვარულს ეწეოდა, თავს პირობითად გრძნობდა, შეიძლება ისწავლეთ იმ ადამიანების მიღება, რომლებიც მხოლოდ მაშინ გიჭერენ მხარს, როცა ეს მათთვის სასარგებლოა. თუ ეჭვიანობის ან კონკურენციის გარემოცვაში გაიზარდეთ. შეიძლება არაცნობიერად ეძებოთ მეგობრობა, რომელიც ასახავს ამ დინამიკას. თუ ბავშვობაში ემოციურად უგულებელყოფილი იყავით, შეიძლება მიიზიდოთ ადამიანები, რომლებიც სიყვარულს იკავებენ, რადგან ეს ნაცნობად გეჩვენებათ. და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობამ ვერც კი გააცნობიეროს, რომ ამ ნიმუშებს იმეორებენ. ტრაუმული კავშირების ფარული ციკლი, შენიღბული მეგობრობით. ტრაუმული კავშირი არის ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ცუდად გექცევათ. მაგრამ იმის გამო, რომ ურთიერთობა ნაცნობად გეჩვენებათ, თქვენ მას სიყვარულში, ერთგულებაში ან ღრმა მეგობრობაში უშვებთ. სწორედ ამიტომ რჩებიან ადამიანები ტოქსიკურ მეგობრობაში წლების განმავლობაში. რატომ უბრუნდება ზოგი ემოციურად ძალადობრივ ურთიერთობებს ისევ და ისევ? რატომ მაშინაც კი როცა გრძნობ, რომ რაღაც რიგზე არ არის, მაინც ხოხმანობ წასვლაზე, რადგან შენი ქვეცნობიერი სიღრმეში რწმენით. თუ საბოლოოდ შევძლებ ამ ადამიანის შეყვარებას და პატივისცემას, მე დავამტკიცებ, რომ ღირსი ვარ. ასეა ურთიერთობები. არ უნდა მოველოდე ძალიან ბევრს. შესაძლოა, პრობლემა მე ვარ. შესაძლოა, მე ზედმეტად ვრეაგირებ. ეს არის ხაფანგი და თუ არ გატეხ, გააგრძელებ მის გამეორებას. ეს არის ნიმუში, რომლის იგნორირებაც არ შეგიძლია. აი, სავარჯიშო, რომელიც ყველაფერს შეცვლის. ჩამოწერე ყველა ტოქსიკური ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შეხვედრი ხარ. მეგობარი, რომელიც ფარულად გეჯიბრებოდა, პარტნიორი, რომელიც მანიპულირებდა. ნათესავი, რომელიც ყოველთვის გაგრძნობინებდა თავს უმნიშვნელოდ. ახლა ჰკითხე საკუთარ თავს, რა აქვთ მათ საერთო? რადგან აი, შოკის მომგვრელი ნაწილი, ეს არ არის დამთხვევა. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რომელიც ნაცნობ ჭრილობებს აღადგენს. სწორედ ამიტომ იზიდავს ემოციურ ქაოსში გაზრდილი ადამიანები ხშირად დრამატულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ ხვდებიან მიტოვების ტრაუმის მქონე ადამიანები მეგობრობაში, სადაც თავს ადვილად ჩანაცვლებულად გრძნობენ. სანამ ამ სქემას არ დაარღვევთ, თქვენი არაცნობიერი გონება ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვა ადამიანთან გაიმეორებს. გამოღვიძების ზარი, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ჩიხში რჩება, არის ის, რომ ადამიანები ნაცნობ ტკივილში დარჩენას ამჯობინებენ, ვიდრე უცნობს შეხვდნენ. სწორედ ამიტომ რჩება ადამიანი მეგობრად იმ ადამიანთან, რომელიც აშკარად ბრაზობს მასზე. სწორედ ამიტომ იტანენ ადამიანები ოჯახის წევრების მხრიდან პასიურ-აგრესიული საბოტაჟის. სწორედ ამიტომ მანიპულირების მსხვერპლნი ხშირად ეჭვობენ საკუთარ რეალობაზე. მაშინაც კი, როდესაც ნიშნები აშკარაა. კარლ იანგმა ამას ჩრდილის ხაფანგი უწოდა, სადაც ადამიანები ქვეცნობიერად ეძებენ სიტუაციებს, რომლებიც აძლიერებს მათ ძველ ჭრილობებს გათავისუფლების ნაცვლად. და აი, ყველაზე საშინელი ნაწილი. ადამიანები, რომლებიც ამას გიკეთებენ, ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამას აკეთებენ. ისინიც მოქმედებენ საკუთარი ქვეცნობიერი ჭრილობებიდან გამომდინარე. გარდამტეხი წერტილი, როგორ დააღწიოთ თავი ამ ციკლს. ახლა, როდესაც ხედავთ სქემას, როგორ დაარღვიოთ იგი? რადიკალური თვითშემეცნება. აღიარეთ, რომ თქვენმა წარსულმა განპირობებამ ჩამოაყალიბა თქვენი არჩევანი, მაგრამ თქვენ აღარ ხართ ის ადამიანი. დაადგინეთ ემოციური გამღიზიანებლები. თუ ვინმე გახსენებთ ძველ ჭრილობას, კრიტიკულ მშობელს, ეჭვიან და-ძმას, ყურადღება მიაქციეთ. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ქვეცნობიერი ძველ პროგრამირებას იმეორებს. შეწყვიტეთ საკუთარი თავის ახსნა. თუ ვინმე გამუდმებით არასწორად გესმით ან გამცირებთ. შეწყვიტეთ მათი საპირისპიროს დარწმუნების მცდელობა. სწორ ადამიანებს ახსნა არ დასჭირდებათ. ჯერ ენერგია შეამცირეთ. თუ არ ხართ მზად წასასვლელად, ფიზიკურად დაიწყეთ ემოციური განცალკევება. შეწყვიტეთ რეაგირება. შეწყვიტეთ მათთვის თქვენს აზრებზე, გრძნობებსა და გეგმებზე წვდომის მიცემა. უყურეთ, როგორ პანიკაში ვარდებიან, როდესაც ხვდებიან, რომ აღარ აქვთ თქვენზე კონტროლი. გადააპროგრამეთ თქვენი ქვეცნობიერი. დაიწყეთ დადასტურება. მე მხოლოდ იმ ადამიანებს ვიზიდავ, ვინც ნამდვილად მხარს მიჭერს და მაძლიერებს. უყურეთ, როგორ იცვლება თქვენი რეალობა, რადგან სიმართლე ისაა, რომ როგორც კი ამ ნიმუშს გააცნობიერებთ, ის კარგავს თქვენზე ძალაუფლებას. მაგრამ აქ კიდევ უფრო ბნელი ხდება.
რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ საკუთარი ჭრილობებიდან მოქმედებენ, არამედ გაცილებით უფრო საშინელ რაღაცაში შემდეგ ნაწილში. შემდეგ ნაწილში გამოვავლენ სულიერი ომის საშიშროლს ფარულ სიძულვილში და იმას, თუ რატომ იკვებებიან ზოგიერთი ადამიანი თქვენი ენერგიით პარაზიტებივით. სწორედ აქ მიდის საქმე ფსიქოლოგიაზე უფრო ღრმად. სწორედ აქ იწყება ყველაფერი, რაც ხდება. თქვენ მალე ნახავთ სრულ სურათს. ზოგიერთი ადამიანი ენერგიული პარაზიტია. ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ გტოვებთ გარკვეული ადამიანების სრულიად გამოფიტულ მდგომარეობაში მხოლოდ მოკლე ინტერაქციის შემდეგ. ეს არ არის იმიტომ, რომ ისინი ხმაურიანები ან მომთხოვნები არიან. ეს არ არის იმიტომ, რომ ისინი მუდმივად წუწუნებენ. ეს უფრო ღრმა რამ არის, დაღლილობის გრძნობა, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ აქვს. ეს ადამიანები ენერგიას წარმოადგენენ, პარაზიტები. შესაძლოა, ისინი ამას შეგნებულად არ აცნობიერებენ, მაგრამ ისინი თქვენი ემოციური რეაქციებით ტკბებიან. იქნება ეს თქვენი სიხარული, იმედგაცრუება თუ სევდა, მათ თქვენი ენერგია სჭირდებათ საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. რაც უფრო მეტად იკვებებით მათ დრამაში, მათ ნეგატივში ან მათ ხალბ მხარდაჭერაში, მით უფრო ძლიერდებიან ისინი და მით უფრო სუსტდებიან თქვენ. აი, როგორ გამოგწურავენ ისინი ენერგიას, თქვენ კი ვერ შეამჩნევთ, რომ ამ ადამიანების მოქმედებენ დახვეწილი, იმდენად დახვეწილი, რომ ადამიანების უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს, რა ხდება მანამ, სანამ სრულად არ დაიღლებიან. ისინი ემოციურ რეაქციას იწვევენ. ეს შეიძლება იყოს უხეშად კომპლიმენტები, პასიური აგრესიული შეურაცხყოფა ან დანაშაულის გრძნობის გაჩენა. ისინი თქვენი ენერგიით, თქვენი რეაქციით იკვებებიან, იქნება ეს თავის დაცვა, გაღიზიანება თუ ზედმეტი ახსნა. ეს ზუსტად ისაა, რაც მათ სჭირდებათ. ისინი ციკლს იმეორებენ. თუ ამ მარყურში საკმარისად დიდხანს დარჩებით, შეამჩნევთ კანონზომიერებას. ყოველ ჯერზე, როცა მათ გვერდით ხართ, უარესად გრძნობთ თავს. ეს დამთხვევა არ არის. ეს ენერგეტიკული შეტევაა. იუნგი თვლიდა, რომ ზოგიერთი ადამიანი სრულად არ აკონტროლებს საკუთარ თავს. მათ არაცნობიერი ძალები ამოძრავებთ, ზოგჯერ კი არსებებიც კი, რომლებიც მათ ქცევას აკონტროლებენ. დაფიქრდით. ოდესმე გინახავთ ვინმეს თვალების გადაბრუნება, როდესაც ისინი ბრაზდებიან, თითქოს ისინი სრულად არ არიან იქ. ოდესმე ყოფილხართ ისეთ ადამიანთან ახლოს, რომელიც, როგორც ჩანს, ქაოსსა და ნგრევას ქმნის, სადაც არ უნდა წავიდეს. ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ადამიანის მხოლოდ ყოფნამ ნეგატივი შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ მათ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ. ეს პარანოია არ არის. ეს რეალური ფენომენია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარყოფითი ენერგიის გადამტანებად მოქმედებენ და მათი მიზანი მარტივია, ხელის შეშლა, ყურადღების გადატანა და გამოდევნა მათთვის, ვინც რაღაც უფრო დიდისთვისაა განწირული. აი, შემაშფოთებელი სიმართლე. თუ თქვენ ძლიერი ენერგიის, ღრმა მიზანდასახულობის ან მაღალი ამბიციის მქონე ადამიანი ხართ, ამ ადამიანებს უფრო მეტს მიიზიდავთ, ვიდრე საშუალო ადამიანს. რატომ? იმიტომ, რომ ენერგიით, პარაზიტები სინათლის უძლიერეს წყაროებს ეძებენ. მათ იზიდავთ ძალაუფლების მქონე ადამიანები. იქნება ეს სულიერი, შემოქმედებითი თუ ემოციური ძალა, სწორედ ამიტომ. მაღალი მიზანდასახულობის მქონე ადამიანები ხშირად თავს სკეპტიკოსებითა და მანიპულატორებით გარშემორტყმულნი ხვდებიან. ემპათიები და მკურნალები, როგორც წესი, ღრმად დაშავებულ, ტოქსიკურ ადამიანებს იზიდავენ. წარმატებულ ადამიანებს ხშირად ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ფარულად უჭერენ მხარს მათ დაცემას. ისინი თქვენს ცხოვრებაში მოდიან, რათა გამოგცადონ, დაგასუსტონ და ხელი შეგიშალონ თქვენი სრული პოტენციალის გამოვლენაში. აი, როგორ უნდა გაწყვიტოთ მათთან ურთიერთობა ისე, რომ ვერც კი გააცნობიერონ. აი, როგორ უნდა დაანგრიოთ მათი ძალა. შეწყვიტეთ მათი რეაქციებით კვება. როგორც კი შეწყვეთ რეაქციას, ისინი იწყებენ თქვენზე კონტროლის დაკარგვას. ემოციურად განშორდით. სანამ ფიზიკურად განშორდებით, უკან დაიხიეთ თქვენი ენერგია. შეწყვიტეთ თქვენი გეგმების გაზიარება. უყურეთ, როგორ პანიკაში ჩავარდებიან, როცა ვეღარ გამოგაცლიანთ. დალუქეთ თქვენი ენერგია მათთან ურთიერთობამდე. დაუთმეთ ერთი წუთით გონებრივად თქვათ, რომ თქვენს ენერგიას ძალაუფლება არ აქვს ჩემზე. დააკვირდით მათ ცვლილებას. როდესაც შეწყვეთ მათთვის თქვენს ემოციებზე წვდომის მიცემას, უყურეთ, როგორ იცვლება მათი ქცევა. ცადით ახსნა განმარტების გარეშე. არანაირი დრამატული გასვლა, არანაირი დაპირისპირება. უბრალოდ განშორდით და მიეცით საშუალება გამოავლინონ თავიანთი ნამდვილი სახე. იმიტომ რომ სიმართლე ასეთია.
როგორც კი ამ ადამიანებს ისეთებს ამოიცნობთ, როგორებიც არიან, ისინი კარგავენ თქვენი მანიპულირების უნარს. რა მოხდება, თუ მათი გათიშვა ვარიანტი არ არის? რა მოხდება, თუ მათთან ურთიერთობა მოგიწევთ თქვენს სამსახურში, ოჯახში ან სოციალურ წრეში? სწორედ აქ ერთვება საქმეში ფსიქოლოგიური ომი. შემდეგ ნაწილში მე გასწავლით ზუსტ ტაქტიკას, თუ როგორ დაანგრიოთ მათი ძალაუფლება თქვენზე ისე, რომ მათ არასდროს იცოდნენ რა ხდება. ეს არის ის ნაწილი, რომლის სწავლაც მათ არ სურთ. ახლა თქვენ იცით ვინ არიან ისინი. თქვენ დაინახეთ ნიშნები, იგრძენით ენერგიის ცვლა. თქვენ დაადგინეთ ნიმუშები. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ წასვლა ყოველთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი? ზოგჯერ მათი სრულად გათიშვა შეუძლებელია. ზოგჯერ თქვენ უნდა გაანეიტრალოთ მათი გავლენა, სანამ ისინი თქვენს საბოტაჟს დაგიწყებენ. სწორედ აქ ერთვება საქმეში ფსიქოლოგიური ომი, რადგან სიმართლე ტოქსიკურია. ადამიანები მხოლოდ მაშინ აყვავდებიან, როდესაც მათ აქვთ ძალაუფლება თქვენს ემოციებზე. როგორც კი ამ ძალას ართმევთ, ისინი იწყებენ დაშლას. აი, როგორ უნდა დაანგრიოთ მათი გავლენა ისე, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებენ რა ხდება. ტაქტიკა ნომერი 1. სარკის ხაფანგი. ტოქსიკურ ადამიანებს სძულთ საკუთარი ანარეკლი. თუ ვინმე მუდმივად გაკრიტიკებთ, დაგამცირებთ ან ცდილობს თავი უმნიშვნელოდ გაგრძნობინოთ, აირეკლეთ მათი ქცევა მათზე. მაგრამ აი, გასაღები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ დაგცინიან, იგივე ტონით დასცინე. თუ ისინი დამამცირებლად იქცევიან, მაშინვე დამამცირებლად იქცევიან. თუ დანაშაულის გრძნობა დაგატყდებათ, დანაშაულის გრძნობა დაგატყდებათ. დააკვირდით, რამდენად სწრაფად ხდებიან ისინი არაკომფორტულად, რადგან სიმართლე ისაა, რომ ეს ადამიანები ამას გამოხატავენ, მაგრამ ვერ იტანენ. ისინი მხოლოდ თქვენი თავდაცვითი პოზიციის დაკავებით გადარჩებიან. როგორც კი დინამიკას შეცვლით, პანიკაში ვარდებიან. ტაქტიკა ნომერი 2. კონტროლირებადი დუმილი. ადამიანების უმეტესობა თავს ესხმის თავს. ეს არის ზუსტად ის, რაც ტოქსიკურ ადამიანებს სურთ. მათ სურთ თქვენი რეაქცია. მათ სურთ, რომ დაინახონ, რომ აღელვებული ხართ. მათ სურთ იმის დამტკიცება, რომ ისინი კვლავ აკონტროლებენ თქვენს ემოციებს. მაშ რა ხდება, როდესაც მათ არაფერს აძლევთ? სცადეთ ეს. შემდეგ ჯერზე, როდესაც ისინი პასიურ-აგრესიული დარტყმით გამოვლენ, შეჩერდით, დაელოდეთ, თვალებში ჩახედეთ, არაფერი თქვით. მიეცით საშუალებას იჩუმეს, რომ ისინი არაკომფორტულად იგრძნონ. ციკლის კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს დუმილის უფრო ეშინიათ, ვიდრე დაპირისპირების. ჩართულობისგან თავის შეკავებით, თქვენ აიძულებთ მათ, რომ საკუთარ დისკომფორტში იჯდნენ. ისინი ან შეეცდებიან სიჩუმის შევსებას, გამოაშკარავებენ თავიანთ დაუცველობას, ან უკან დაიხევენ, გააცნობიერებენ, რომ მათი სიტყვები თქვენზე გავლენას არ ახდენს, ან კიდევ უფრო მეტად გამოავლენენ, რაც მათ მხოლოდ სხვებისთვის გამოაშკარავებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ იმარჯვებთ. ტაქტიკა ნომერი 3. ნაცრისფერი კოდის მეთოდი. ზოგიერთ ადამიანთან მსჯელობა შეუძლებელია, ისინი ემოციურ ქაოსზე აყვავდებიან. მათ თქვენი რეაქციები სჭირდებათ, რომ გააძლიერონ. მაშ რა ხდება, როდესაც მოსაწყენი ხდებით? ნაცრისფერი კლდის მეთოდი არის ტექნიკა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მანიპულატორებისთვის სრულიად უინტერესო გახადოთ. არაფერი მისცეთ მათ. არანაირი ემოციური რეაქციები, არანაირი დეტალური პასუხები, არანაირი ჩართულობა. იმოქმედეთ გულგრილად. იყავით ბუნდოვანი. იყავით ერთფეროვანი. შეინარჩუნეთ თქვენი სიტყვები მოკლე. უყურეთ, როგორ ინგრევა ისინი. როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ ვერ შეძლებენ თქვენგან აჯანყებას, ისინი ან იპოვიან სხვა ვინმეს სამიზნედ. გამოაშკარავებენ თავს ზედმეტი რეაგირებით, რადგან აი, სიმართლე, თქვენი ენერგიის გარეშე ისინი უძლურები არიან. ტაქტიკა ნომერი 4. დახვეწილი გადაკეთება. ტოქსიკური ადამიანები გადარჩებიან თქვენი თავდაცვით მდგომარეობაში ყოფნით. ისინი თავს გესხმიან, თავს იცავენ, აკონტროლებენ საუბარს. მაგრამ რა ხდება, როდესაც სცენარს გადააბრუნებ? სცადეთ ეს შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე თქვენს დამცირებას შეეცდება. ისინი. მართლა ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ? თქვენ არც ისე განსაკუთრებული ხართ. თქვენ. ეს საინტერესოა. რატომ აწუხებს ჩემი თავდაჯერებულობა? ხედავთ ცვლილებას. ახლა, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ, ისინი არიან ისინი, ვისაც ეკითხებიან. ნუ დაიცავთ თავს. აიძულეთ, ახსნა განმარტებები მისცენ.
ეს ტექნიკა მუშაობს, რადგან აიძულებს მათ თვითრეფლექსიის მდგომარეობაში ჩაებას და ადამიანების უმეტესობას ამის ატანა არ შეუძლია. ტაქტიკა ნომერი 5. ჩუმი განშორება. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ საერთოდ არ გჭირდებათ მათთან დაპირისპირება, რომ ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რაც შეგიძლიათ გადადგათ, ჩუმად წასვლაა. ადამიანების უმეტესობა დრამატულ გასვლას ელის. ისინი ელიან დაბლოკილ ნომრებს, ფეთქებად კამათს, ემოციურ დამშვიდობებას. სწორედ ამიტომ ინარჩუნებენ ისინი კონტროლს, რადგან იციან, როგორ მანიპულირებენ თქვენით, როდესაც ემოციები მაღალია. მაგრამ როდესაც უბრალოდ განშორდებით გამოცხადების გარეშე, შეწყვიტეთ თქვენი აზრების გაზიარება. შეწყვიტეთ მათთვის თქვენს ემოციებზე წვდომის მიცემა. შეწყვიტეთ მათთვის თქვენი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ისინი არ იციან, რა ხდება. ისინი არ იციან, როგორ რეაგირება მოახდინონ. ისინი იგრძნობენ ცვლილებას, მაგრამ ვერ შეძლებენ მის შეჩერებას, რადგან სიმართლე ზოგიერთი ადამიანი არ იმსახურებს დახურვას. მიეცით მათ საშუალება იჯდნენ თავიანთ დაბნეულობაში. რეალობა. მანიპულატორ ადამიანებს, ენერგიულებს, პარაზიტებს და ტოქსიკურ პიროვნებებს მხოლოდ მაშინ აქვთ თქვენზე ძალაუფლება, თუ მათ კვებას გააგრძელებთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დაცვა. შეწყვიტეთ საკუთარი თავის ახსნა. შეწყვიტეთ მათ თამაშებზე რეაგირება. როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ აღარ შეუძლიათ თქვენი ემოციების მანიპულირება, ისინი თვითგანადგურებენ. და როდესაც ეს მოხდება, თქვენ არ მოგიწევთ მათი თქვენი ცხოვრებიდან მოშორება. ისინი თავად მოშორდებიან. მაგრამ ახლა საბოლოო გამოცდა დგება. ადამიანების უმეტესობა ვერასდროს გაიგებს ამ სიმართლეს. ისინი კვლავაც ერთსა და იმავე ხაფანგებში ჩავარდებიან. იგივე ნიმუშებს გაიმეორებენ და ყველას დაადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა. ასე რომ, ნამდვილი კითხვა, მზად ხართ ბოლო წითელი აბისთვის? შემდეგ ნაწილში გაგიმხელთ, თუ რატომ ვერასდროს გაიგებს ადამიანების უმეტესობა, ამას და რატომ გხდით ეს განსხვავებულს. დარჩით ჩაკეტილი. ეს არის საბოლოო სიმართლე. ადამიანების უმეტესობა ცხოვრებას ენერგიაზე რეაგირებით გადის მისი კონტროლის ნაცვლად. ისინი გარე ძალებს უშვებენ, რომ ჩამოაყალიბონ მათი განწყობა, მათი გადაწყვეტილებები და თუნდაც მათი ბედი ამის გაცნობიერების გარეშე. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ენერგია არ არის მხოლოდ ის, რასაც გრძნობთ, ეს არის ის, რისი კონტროლით შეგიძლიათ. უძველესმა ცივილიზაციებმა ეს გაიგეს. მათ იცოდნენ, როგორ მანიპულირება მოახდინონ ენერგეტიკულ ველებზე. დაიცვან თავიანთი სასიცოცხლო ძალა და გადაიტანონ ნეგატივი, სანამ ის მათამდე მიაღწევდა. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ თანამედროვე სამყარომ ეს ცოდნა განზრახ წაშალა, რადგან თუ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ აკონტროლონ თავიანთი ენერგია, ისინი ადვილად არ იქნებოდნენ მანიპულირებული. ისინი არ იქნებოდნენ ყალბი მეგობრების მიერ გამოფიტული. დანაშაულის გრძნობით კონტროლირებადი ან ცრუ მხარდაჭერით მოტყუებული. მაგრამ როგორც კი ამ ფარულ ტექნიკებს დაეუფლებით, თქვენ ხელშეუხებელი ხდებით. პირველი ნაბიჯი, ენერგიის კონტროლის ფარული მეცნიერება. სამყაროში ყველაფერი ვიბრაციასა და სიხშირეზე მოქმედებს. თქვენი აზრები, ემოციები და თქვენი ყოფნაც კი ენერგიის ტალღებს ასხივებს, რომელთა შეგრძნებაც სხვებს შეუძლიათ. უძველესმა ცივილიზაციებმა ეს იცოდნენ და შეიმუშავეს მეთოდები საკუთარი სიხშირის გასაკონტროლებლად. ეგვიპტელები თავიანთ ტაძრებში გეომეტრიულ ენერგეტიკულ ბადეებს იყენებდნენ პირადი ძალის გასაძლიერებლად. დაოსისტებმა დაეუფლნენ შინაგანი ენერგიის ნაკადის ხელოვნებას, რათა იმუნური გამხდარიყვნენ გარე ძალების მიმართ. ინდუსებმა ჩაკრას სისტემა შეიმუშავეს ვიბრაციული გამომავალის გასაკონტროლებლად და ენერგიის შეტევების მოსაგერიებლად. თუმცა, დღეს ადამიანების უმეტესობა ენერგიას გაჟონავს ამის გაცნობიერების გარეშე. ისინი ტოქსიკურ ადამიანებს აძლევენ საშუალებას. გამოწურონ ისინი უბრალოდ ერთსა და იმავე ოთახში ყოფნით. ისინი ნეგატიურ აზრებს აძლევენ საშუალებას შექმნან დაბალი სიხშირის ენერგეტიკული ველები, რომლებიც მათ თვითაეჯვებასა და გამოფიტვაში ეხვევიან. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათ არც კი იციან, რომ ეს ხდება. მეორე ნაბიჯი. ენერგიის მანიპულირების ტაქტიკა, რომელიც ურყევს გხდით. პირველი, სარკისებური ფარის ტექნიკა. ენერგია არის ანარეკლი. რასაც თქვენ აპროექტებთ, იმას იღებთ. როდესაც ვინმე ცდილობს თქვენსკენ ნეგატივის გაგზავნას, წარმოიდგინეთ სარკე, რომელიც მას პირდაპირ მათკენ ირეკლავს. მათი ენერგიის შთანთქმის ნაცვლად, თქვენ მას გადამისამართებთ. თუ ვინმე ცდილობს თქვენს დამცირებას, გაჩუმდით.
მიეცით მათ სიტყვებს საშუალება, რომ ისინი უკან აირეკლონ. ისინი იგრძნობენ საკუთარ ნეგატივს. იმის ნაცვლად, რომ თქვენ მიიღოთ ეს. თუ ვინმე შურით გიყურებთ, შეინარჩუნეთ პოზა, ისუნთქეთ და ემოციების გარეშე დაუბრუნეთ მათ მზერა. ისინი თავს დაუცველად იგრძნობენ, რადგან მათივე ენერგია ახლა მათ წინაშე დგას. მეორე, ენერგიის წამყვანის მეთოდი. ენერგეტიკულ ვამპირებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ თქვენზე გავლენა, როდესაც თქვენი სიხშირე არასტაბილურია. სწორედ ამიტომ იყენებენ ბერები, მეომრები და სულიერი მოძღვრები მიმაგრების ტექნიკას თავიანთი ენერგიის დასაბუთებისთვის, როგორ გავაკეთოთ ეს. სანამ ისეთ სიტუაციაში შეხვალთ, სადაც ნეგატიური ენერგიის ზემოქმედების ქვეშ იქნებით, მტკიცედ დაადეთ ფეხები მიწას. წარმოიდგინეთ, რომ ფესვები ღრმად არის გაშლილი თქვენს ქვეშ. ღრმად ჩაისუნთქეთ და დაადასტურეთ, რომ ჩემი ენერგია ჩემია. ვერავინ წამართმევს მას. როდესაც ვინმე ცდილობს თქვენი სიმშვიდის დარღვევას, ყურადღება გაამახვილეთ ფეხის ტერფებზე. ეს თქვენს ენერგიას ადგილზე ინარჩუნებს. მესამე, კვანტური ველის კონტროლის მეთოდმა მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი აზრები ქმნის ელექტრომაგნიტურ ველებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე. ელიტამ და უძველესმა მმართველებმა ეს იცოდნენ. სწორედ ამიტომ არასდროს აძლევდნენ გარეშე პირებს, მათ გონებაზე გავლენის მოხდენის უფლებას. საიდუმლო აკონტროლებს თქვენს აზრებს და თქვენ აკონტროლებთ თქვენს რეალობას. საუბარში შესვლამდე დააწესეთ თქვენი ენერგეტიკული საზღვარი. წარმოიდგინეთ თქვენს გარშემო ძალის ველი. როდესაც ნეგატივი ჩნდება, შვიდად და ნელა ისაუბრეთ. ეს არღვევს ემოციურ შეტევებს, რადგან ტოქსიკური ადამიანები ქაოსით იკვებებიან. დააკვირდით, არ შეიწოვოთ. თუ ვინმე აგრესიულად მოქმედებს, შეხედეთ მათ, როგორც ენერგიის პროექციის ექსპერიმენტს. არ ჩაერთოთ, უბრალოდ დააკვირდით. როგორც კი ამ ტექნიკას დაეუფლებით, თქვენ ციხესიმაგრედ ხდებით და როდესაც მანიპულატორები მიხვდებიან, რომ მათ აღარ შეუძლიათ თქვენზე გავლენის მოხდენა, ისინი ქრებიან. მაგრამ რა მოხდება, თუ შეგეძლებათ უბრალოდ დაცვის მიღმა წასვლა? რა მოხდება, თუ თავად რეალობის შეცვლას შეძლებთ? ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ რეალობა ფიქსირებულია, რომ მოვლენების განვითარების გზა მხოლოდ ბედისწერა, იღბალი ან დამთხვევა. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ რეალობა ათასობით წლის განმავლობაში ენერგიად იხრება? მისტიკოსები, შამანები და საიდუმლო საზოგადოებებიც კი იყენებდნენ სიხშირეს და რიტუალებს თავიანთი სამყაროს ფორმირებისთვის. თუმცა, თანამედროვე საზოგადოებამ ეს პრაქტიკები სკეპტიციზმის ქვეშ დამარხა. რადგან თუ მასები იცოდნენ ამ ძალის არსებობის შესახებ, მათი კონტროლი შეუძლებელი იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, ვიბრაციული სიხშირეების საიდუმლო ძალა. ყველაფერი, რაც არსებობს, ვიბრირებს კონკრეტული სიხშირით. მათ შორის თქვენი სხეულის აზრები და ემოციები. მაგრამ აი, რას არ გეუბნებიან ისინი? გარკვეულ სიხშირეებს შეუძლიათ თქვენი გონების მდგომარეობის შეცვლა და რეალობის შეცვლაც კი. შუმანის რეზონანსი, თავად დედამიწა ასხივებს 7.83 ჰერცის ბუნებრივ სიხშირეს. ეს არის ვიბრაცია, რომელიც თქვენს სხეულსა და გონებას ჰარმონიაში ინარჩუნებს, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანების უმეტესობა გათიშულია ამ სიხშირისგან. მათ ენერგიას იტაცებს ხელოვნური ხმაური, ტოქსიკური ემოციები და ქაოტური გარემო. როგორ გამოვასწოროთ ეს? დღეში 5 წუთი გაატარეთ სრულ სიჩუმეში, რათა დედამიწის ბუნებრივ ვიბრაციას დაუბრუნდეთ. იარეთ ფეხშიშველი ბუნებრივ მიწაზე დამიწების ენერგიის შესაწოვად. მოერიდეთ დაბალი ვიბრაციის გარემოს ადგილებს, სადაც ადამიანები გაბრაზებულები, შურთ ან ქაოტურები არიან. 422 ჰერცი 440 ჰერცის წინააღმდეგ. ფარული მუსიკის სიხშირის ცვლილება. გამოყენებული უძველესი მუსიკა. 422 ჰერცი. სიხშირე, რომელიც ცნობილია განკურნების, გონებრივი სიცხადისა და ენერგეტიკული ბალანსის ხელშეწყობით. თუმცა, მე-20 საუკუნეში გლობალური მუსიკალური სტანდარტი 440 ჰერცამდე შეიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ 440 ჰერცი არის სიხშირე, რომელიც იწვევს სტრესს, შფოთვას და ურთიერთობების გათიშვას. როგორ გამოვასწოროთ ეს? მოусმინეთ 422 ჰერციან მუსიკას, რომელიც ინტერნეტში კონკრეტულ დასაკრავ სიებშია მოცემული. გაითვალისწინეთ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ხმები თქვენს ემოციებზე. ისაუბრეთ უფრო დაბალი, ნელი ტონით. ეს დაგამშვიდებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს გარშემო მყოფებს, რაც ნებისმიერ საუბარში ენერგეტიკულად დომინანტს გხდით. მეორე ნაბიჯი, უძველესი ენერგეტიკული რიტუალები საკუთარი თავის დასაცავად.
ცეცხლით დაცვის მეთოდი, რომელსაც შამანები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ენერგეტიკული კავშირების გასაწყვეტად. ფურცელზე ჩაწერეთ ტოქსიკური ადამიანის ან სიტუაციის სახელი. უსაფრთხოდ დააწვინეთ ფურცელი და უყურეთ კვამლის ამოსვლას წვის დროს. წარმოიდგინეთ ენერგეტიკული ძაფის გაწყვეტა. ეს ტექნიკა ათავისუფლებს ენერგეტიკულ მიჯაჯვულობას, რომელიც მანიპულატორ ადამიანებთან გტოვებთ მიჯაჯვულს. წყლის არეკulis რიტუალი. ძველი ეგვიპტელი და მაიას მკურნალები წყალს სარკედ იყენებდნენ უარყოფითი ენერგიის გასაწმენდად. შეავსეთ თასი უძრავ წყალში და შეხედეთ მასში და წარმოიდგინეთ ნეგატივი, რომელიც თქვენი სხეულიდან გამოდის. დასრულების შემდეგ ჩაასხით წყალი მიწაში, რათა გაათავისუფლოთ უმოქმედო ენერგია. მარილი და კვამლის გაწმენდა. მარილი შთანთქავს ენერგიას, ხოლო კვამლი ასუფთავებს მას. ოთახში მოათავსეთ ზღვის მარილის პატარა თასი უარყოფითი ვიბრაციების შესაწოვად. დაცვით სალბი, პალო-სანტო ან საქმეველი სივრცის გასასუფთავებლად. მესამე ნაბიჯი, საბოლოო ცვლა. თქვენი რეალობის ენერგეტიკული ოსტატობით დაპროგრამებით, რეალობა არ არის მხარი. ეს არის თქვენს მიერ გამოსხივებული ენერგიის ანარეკლი. ძველი მმართველები და სულიერი მოძღვრები ამას ესმოდათ. ისინი არა მხოლოდ იცავდნენ თავიანთ ენერგიას, არამედ მანიპულირებდნენ მას საკუთარი რეალობის ჩამოსაყალიბებლად. თქვენი აზროვნების, საუბრისა და გრძნობის წესი ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს. ის, რაზეც ფოკუსირდებით, ფართოვდება თქვენს რეალობაში. თქვენი ენერგია სიხშირის ციფრია. თუ ძალას შეერწყმებით, ძალა თქვენკენ ბრუნდება. როგორც კი ამას დაეუფლებით, ტოქსიკური ადამიანები, ნეგატივი და ქაოსი ვეღარ მოგწვდებიან. თქვენ არა მხოლოდ გადარჩებით ამ სამყაროში, არამედ თქვენს ნებას ემორჩილებით. ახლა ბოლო კითხვა, მზად ხართ მის დასაუფლებლად? ადამიანების უმეტესობა ამას ვერასდროს გაიგებს. ისინი ხაფანგში რჩებიან, ყალბი მეგობრების მიერ მანიპულირებული, ენერგიით, პარაზიტებით გამოფიტული და თვითდაეჯვების ციკლში ჩარჩენილები და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ეს ხდება. კარლ იანგმა გაგვაფრთხილა, რომ ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რაც არ უნდა აბსურდული იყოს საკუთარი სულის წინაშე დგომა. სიმართლე ძალიან მტკივნეულია უმეტესობისთვის. ოდესმე გაგიფრთხილებიათ ვინმე ტოქსიკური ადამიანის შესახებ, მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვათ ის ადამიანი, ვინც მათ აწყენინებდა. მათ ასე არ უგულისხმიათ. ვიცი, რომ ასეთები არიან, მაგრამ მაინც ოჯახის წევრები არიან. არ მინდა ზედმეტად ვრეაგირებდე. ეს კოგნიტური დისონანსია. როდესაც სიმართლე ასეთი არასასიამოვნოა, ადამიანები უარყოფას ირჩევენ. გაღვიძება ნიშნავს აღიარებას. მათ მოატყუეს, აღიარეს, რომ ზოგიერთი მათი უახლოესი ადამიანი ფარულად აღიზიანებს მათ და პასუხისმგებლობა აიღონ მათ ენერგიაზე. უმეტესობისთვის ეს ძალიან რთულია. ბავშვობიდანვე დაპროგრამებული ხართ, რომ უგულებელყოთ თქვენი ინსტინქტები. იყავით კეთილი, მაშინაც კი, როცა ვინმე უპატივცემულოდ გექცევათ, აპატიეთ და დაივიწყეთ. მაშინაც კი, როცა ვინმე საბოტაჟს აკეთებს, გჯერათ, რომ ოჯახი ყველაფერია, მაშინაც კი, როცა ისინი გიჭერენ ხელს. საზოგადოება, სადაც ადამიანები ენდობიან საკუთარ ინტუიციას, აწესებენ საზღვრებს და უარს ამბობენ მანიპულირებაზე, ვერ კონტროლდება. ამიტომ ხართ განპირობებული, რომ ეჭვი შეგეპაროთ თქვენს შინაგანში, იტანთ არასათანადო მოპყრობას და დარჩეთ პატარა. უმეტესობა ვერასდროს ახერხებს თავის დაღწევას. თუ აქამდე წაიკითხეთ, უკვე გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე არ არის. ხედავთ უხილავ ფსიქოლოგიურ, სულიერ და ენერგეტიკულ ძალებს, რომლებიც ქმნიან რეალობას, მაგრამ ცოდნა საკმარისი არ არის. რას იზამთ ამ ცოდნით? გააგრძელებთ ნიშნების იგნორირებას, იგივე ნიმუშების გამეორების საშუალებას, თუ თქვენს ძალაუფლებაში ჩადგებით, გაწყვიტეთ აკორდები და გადაწერეთ თქვენი რეალობა. როგორც კი შეწყვეთ მათი თამაშის თამაშს, მათი კონტროლი თქვენზე ინგრევა. ადამიანების უმეტესობა იცავს თავის მანიპულატორებს სიმართლის თვალებში ჩახედვის ნაცვლად, მაგრამ თქვენ არ ხართ ადამიანების უმეტესობა. ახლა, როდესაც ხედავთ სიმართლეს, როგორ დარჩეთ თავისუფლები. გადახედეთ თქვენს წრეს. ვინც გცლის, ვინც გამაღლებს, მოიშორეთ მკვდარი წონა. იმოძრავეთ ჩუმად. შეწყვიტეთ გეგმების გაზიარება მათთან, ვინც არ გიჭერთ მხარს. უყურეთ, რამდენად სწრაფად მიაღწევთ წარმატებას. შეწყვიტეთ საკუთარი თავის ახსნა. ტოქსიკური ადამიანები თავდაცვით რეჟიმში გტოვებენ. როგორც კი შეწყვეთ გამართლებას, ისინი კარგავენ ძალას, ენერგიას სიტყვებზე მეტად ენდობიან.
თუ მათი ენერგია იკლებს, ის აკლია. მანიპულირებისთვის აღარანაირი საბაბი არ ხდება მიუწვდომელი. როდესაც უარს ამბობთ რეაგირებაზე, უარს ამბობთ ახსნაზე და უარს ამბობთ ჩართვაზე, თქვენ ხელშეუხებელი ხდებით. და გახსოვდეთ, როგორც კი თავისუფლდებით, ზოგიერთი ადამიანი თქვენს წინააღმდეგ შემოbrunდება. ისინი იტყვიან, რომ განსხვავებულად იქცევით. ისინი დაგადანაშაულებენ ეგოიზმში. ისინი შეეცდებიან, რომ იგივე დარჩეთ. ნუ აღყვებით ამას. მათი რეაქცია ამის დასტურია. მათ ისარგებლეს თქვენი არასაკმარისი ცნობიერებით. მიეცით საშუალება ისაუბრონ, განაწყენდნენ. მიეცით საშუალება თავი მოიშორონ. ნამდვილი ძალა თქვენი ენერგიის მართვაში მოდის და არა ადამიანების სიამოვნებაში. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ვიდეოს დასასრულს მივაღწიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ ას. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.